5 ვიდეოებით სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვების მოშუშება არის არასერიოზული, ეს ილუზიაა. თითოეული ჩვენგანის ცხოვრების გზა, აღზრდა, ნერვული სისტემა არის სრულიად უნიკალური და რამდენადაც ჰგავს ერთმანეთს, იმდენადვე განსხვავდება. ზუსტად ამიტომ ფსიქოთერაპიის პროცესი უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე ინდივიდუალური. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არის და რისთვის არის საჭირო მსგავსი ზოგადი საუბრები. შეუძლია თუ არა მსგავს საუბრებს მოემსახუროს ვინმეს რეალურ განვითარებას, ან თუნდაც აგრძნობინოს ვინმეს შვება. მე მგონია, რომ კი და ამას გეუბნებით ჩემი პირადი გამოცდილებით. ზოგადი სიბრძნეები სასწაულს ნამდვილად ვერ მოახდენს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა მას შეუძლია, რომ სრულიად ახალი რაკურსით დაგვანახოს ძალიან ბევრი რამ. რადგან ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა, სწორედ ამგვარად არის შექმნილი აღზრდით, სკოლიდან, უბნიდან, მეზობლიდან, მეგობრიდან მოსმენილი ნანახი, განმეორებული ქცევებით, ჩვევებით, აზრებით, განმტკიცებული. ანუ შესაბამისად ჩვენი მდგომარეობა შეიძლება რომ შეცვალოს წვეთ-წვეთობით რაღაცა ახლის მიღებამ, მოსმენამ, გაგებამ. თუ ეს ახალი მოგოჩვენება რასაკვირველია რეალობად, ჭეშმარიტებად და თუ ეს ახალი იქნება ჩამოყალიბებული კარგად. სრულიად ახალ რაკურსში ვგულისხმობ შემდეგს. პირველი, სარკის ეფექტი. როდესაც ისმენ შფოთვაზე, შურზე, დანაშაულის გრძნობაზე, უარყოფის ტრამვაზე და ასე შემდეგ, გიჩნდება განცდა, რომ შენ მარტო არ ხარ, ეს საოცრება შენ არ გჭირს, ეს ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენაა და ამის გაცნობიერება ხშირად არის ხოლმე ძალიან დიდი შვება. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი საუბრები შეიძლება იყოს ბევრი რაღაცის ნაფიქრის, განცდილის, ნანახის შეჯამება და სახელის დარქმევა. ამისთვის ხშირად ცხოვრების ორუმტრიალში ფიზიკურად დრო არ გვაქვს ხოლმე. უბრალოდ მიუყვებით ცხოვრების დინებას. და როცა გაურკვეველ მდგომარეობას დავარქმევთ სახელს, როდესაც დავალაგებთ თავში, ასე ვთქვათ, მოწესრიგებულად ჩვენს ქაოსურ აზრებს, შემდეგ ამ ყველაფერთან გამკლავებაც უკვე გაცილებით მარტივი ხდება. და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი, მსგავსი ზოგადი სიბრძნეები შეიძლება აღმოჩნდეს პირველი ბიძგი, რომ ჩვენ ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და დავიწყოთ რაღაცის შეცვლაზე ზრუნვა. აუცილებლად პატიოსნად უნდა ვთქვათ ამგვარი ზოგადი სიბრძნეების რისკებზეც, ტოქსიკურ პოზიტივიზმზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა ვიდეოებში და აღარ განვმეორდებით. ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო სხვების დემონიზებაზე. ეს ამგვარი ზოგადი სიბრძნეების კიდევ ერთი ხაფანგია. მოდი გამოვწყდეთ, რომ ადამიანებს ზოგადად ძალიან გვიყვარს ისეთი ვიდეოები, ციტატები, ფრაზები, ანუ გვსიამოვნებს კონტენტი, სადაც ჩვენ გვიხსნიან, რომ სხვები არიან ცუდები. ასეთი ვიდეოები, ფრთიანი გამონათქვამები, აფორიზმები და ესეთი ციტატები ჩვენ გვათავისუფლებს თითქოს პასუხისმგებლობისგან და დანაშაულის ფოკუსს აბრუნებს სხვებისაკენ. ყველა ბოროტებას აბრალებს გარემოს, მაგრამ ასე ძალიან ადვილია, რომ გადავარდეთ შავ-თეთრ აზროვნებაში და ერთმანეთს ვაწებოთ, ასე ვთქვათ, იარლიყები. არადა, მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგია არსებობს არა იმისთვის, რომ გავკიცხოთ სხვები, არამედ იმისთვის, რომ გავუგოთ საკუთარ თავს და მას შემდეგ, რაც გავუგებთ საკუთარ თავს, აუცილებლად გაგვიმარტივდება სხვების გაგებაც. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ნებისმიერ თემას, რომელზეც ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ და რომელზეც მომავალში ვისაუბრებთ, შევხედოთ არა როგორც რაღაცა იარლიყს, რომ აი მე ან სხვა არის შურიანი, ვთქვათ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, ფრიადოსნის დამბლა აქვს, დამოკიდებული არის ინტერნეტზე. არ შევხედოთ როგორც იარლიყს. შევხედოთ უბრალოდ როგორც ფსიქიკის რთულ თავდაცვით მექანიზმს, რათა ვიაზროვნოთ და დავინახოთ სამყარო კლიშეების გარეშე. ჩემი მიზანია ფიქრების ლაბორატორია იყოს უსაფრთხო სივრცე, სადაც ჩვენ რეალობას გავუსწორებთ თვალს, არ მივარტყამთ ეტიკეტებს და იარლიყებს არც საკუთარ თავს და არც სხვებს და არ გადავაბრალებთ ყველაფერს სხვებს. თუ არსებობს უკმაყოფილების განცდა საკუთარი ცხოვრებით, თუ უბრალოდ გსურთ, რომ უკეთ გესმოდეთ საკუთარი თავის და სხვების, თუ უბრალოდ ეძებთ ახალ შთაგონებას, ახალ აღმოჩენებს, რატომ არ უნდა სინჯოთ ცხოვრებაში ახალი ტიპის ფიქრების შემოშვება? აი ამ საუბრებმა შეიძლება არ დადოს ხელშესახები შედეგი ხვალვე, მაგრამ
დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ის აუცილებლად მოგცემთ იმ შინაგან საყრდენს, სიმხნევეს, გაბედულებას, რომელიც დაგეხმარებათ ახალი ნაბიჯების დაგეგმვაში, გადადგმაში. და თქვენ ამ ნაბიჯებს გადადგამთ ისე, რომ ვერც კი შეამჩნევთ, ვერც მიხვდებით, როდის და როგორ შეიცვალა თქვენი შინაგანი კარკასი.